მეკობრეების ხომალდზე 5 დაუნდობელი მეკობრეა, რომლებიც ერთმანეთისგან ასაკით განსხვავდებიან. მათ იპოვეს განძი, 100 ოქროს მონეტა და ახლა მისი განაწილების დროა. განაწილების წესი კი ასეთია. ყველაზე უფროსი მეკობრე გამოდის ინიციატივით და ამბობს განაწილების თავის ვერსიას. ამის შემდეგ ხუთივე მეკობრე კენჭს უყრის ამ ვერსიას. თუ წინადადება მიიღებს ხმების 50%-ს ან მეტს, მონეტები ამ სქემით ნაწილდება და თამაში მთავრდება. მაგრამ თუ წინადადება 50%-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს, ავტორს პირდაპირ ზღვაში აგდებენ. ამის შემდეგ ინიციატივა ასაკით მომდევნო მეკობრეზე გადადის და პროცესი ზუსტად იგივენაირად მეორდება. მეკობრეების ბუნება ასეთია. ხუთივე მეკობრე მკაცრად ლოგიკურად აზროვნებს და იციან, რომ სხვებიც ასე ფიქრობენ. თითოეული მათგანის მიზანი, პრიორიტეტების მიხედვით, არის დაყოფილი. პირველი, გადარჩეს ცოცხალი. მეორე, მიიღოს რაც შეიძლება მეტი ოქრო. მესამე, თუ მეკობრეს ორ სხვადასხვა სიტუაციაში ზუსტად ერთნაირი რაოდენობის ოქრო ხდება და ორივეში ცოცხალი რჩება, ის ყოველთვის იმ ვარიანტს მისცემს ხმას, სადაც სხვას ზღვაში აგდებენ. თქვენი აზრით, რა ვარიანტი უნდა შესთავაზოს ყველაზე უფროსმა მეკობრემ პირველივე ცდაზე, რომ გადარჩეს ცოცხალი და თან მაქსიმალურად ბევრი ოქრო წაიღოს? მოდი წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა წინადადებები რომ ჩავარდნილიყო და საქმე ბოლო მეკობრეებამდე მისულიყო. ამ შემთხვევაში D არის უფროსი. ის იტყვის: მე ვიღებ 100 მონეტას, ეს 0-ს. რადგან ორ ხმიდან D და E მხოლოდ თავისი ერთი ხმა სჭირდება 50%, წინადადება გადის. E ხვდება, რომ თუ საქმე ბორო 2-მდე მივიდა, ის საერთოდ ვერაფერს იღებს. თუ სამი მეკობრეა, C, D და E. C-ს სჭირდება კიდევ ერთი ხმა. მან იცის, რომ თუ თვითონ ჩავარდება, E მიიღებს 0 ოქროს. ამიტომ C შესთავაზებს E-ს 1 ოქროს. E დათანხმდება, რადგან 1 სჯობია 0-ს. განაწილება იქნება: C მიიღებს 99 ოქროს, D არაფერს, ხოლო E მიიღებს 1 ოქროს. როდესაც საქმეში 4 მეკობრე ერთვება, ვითარება კიდევ უფრო იძაბება. მეორე უფროს მეკობრეს, B-ს, თავისი გეგმის დასამტკიცებლად, საკუთარი ხმის გარდა მხოლოდ ერთი დამატებითი ხმა სჭირდება. მან ზუსტად იცის, რომ თუ მას ზღვაში გადააგდებენ, მართვის სადავეებს C ჩაიგდებს ხელში, რომლის წინადადებაშიც D აბსოლუტურად არაფერს, 0 ოქროს მიიღებს. ამიტომ, B-სთვის ყველაზე ჭკვიანური და ეკონომიური სვლა D-სთვის 1 ოქროს მონეტის შეთავაზებაა. D ამ წინადადებას აუცილებლად დათანხმდება, რადგან 1 მონეტა 0-ს აშკარად სჯობია. ოქროს განაწილება ამ შემთხვევაში: B 99 მონეტა, C 0 მონეტა, D 1 მონეტა, E 0 მონეტა. თუ მეკობრე A-ს შემოთავაზება ხმების უმრავლესობას არ მიიღებს, C და E მეკობრე რჩებიან მონეტების გარეშე. ამიტომ A მეკობრემ უნდა მისცეს C და E მეკობრეს თითო ოქრო ხმების მოსაპოვებლად. თვითონ დაიტოვოს 98 ოქრო, ხოლო B და D მეკობრეები დატოვოს ოქროს გარეშე. მას საკმარისი ხმა ექნება და ასე შეძლებს სიცოცხლეც გადაარჩინოს და რაც შეიძლება მეტი ოქროც დაიტოვოს. ანდრიამ და ბექამ ახალგაცნობილ თამარს დაბადების დღე გკითხეს. თამარმა მათ 10 შესაძლო თარიღი ჩამოუწერა: 15-16-19 მაისი, 17-18 ივნისი, 14-16 ივლისი, 14-15-17 აგვისტო. შემდეგ თამარმა ანდრიას საიდუმლოდ უთხრა მხოლოდ თვე, ხოლო ბექას მხოლოდ რიცხვი. ამის შემდეგ ანდრიამ თქვა: მე არ ვიცი, როდის არის მისი დაბადების დღე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც ბექა მიცის. ბექამ თქვა: თავიდან არ ვიცოდი, მაგრამ ახლა უკვე ვიცი. ანდრიამ: თუ ასია, ახლა უკვე მეც ვიცი. თქვენი აზრით, მაინც როდის არის თამარის დაბადების დღე? ანდრიას პირველი ფრაზა: მე არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც ბექა მიცის. ანდრია მიცის თვე, ბექა მიცის რიცხვი.
თუ ბექამ არ იცის, ეს ნიშნავს, რომ მას თამარმა არ უთხრა ისეთი რიცხვი, რომელიც სიაში მხოლოდ ერთხელ გვხდება. ესენია 18 და 19, რადგან 19 მხოლოდ მაისშია და 18 მხოლოდ ივნისში. რადგან ანდრია დარწმუნებულია, რომ ბექამ არ იცის, ეს ნიშნავს, რომ ანდრიას ხელში არსებული თვე არ არის არც მაისი და არც ივნისი. დაგვრჩა მხოლოდ ივლისი და აგვისტო. ბექას პასუხი: თავიდან არ ვიცოდი, მაგრამ ახლა უკვე ვიცი. ბექა მიხვდა, რომ მაისი და ივნისი გამოირიცხა. რადგან მან უკვე იცის პასუხი, ეს ნიშნავს, რომ მას თამარმა ისეთი რიცხვი უთხრა, რომელიც დარჩენილ ვარიანტებში, ივლისი და აგვისტო, აღარ მეორდება. სიაში დარჩენილი იყო 14 ივლისი, 16 ივლისი, 14 აგვისტო, 15 აგვისტო, 17 აგვისტო. რიცხვი 14 მეორდება ორივე თვეში, ამიტომ ბექა 14-ის შემთხვევაში ვერ გეტყოდა ვიციო. დაგვრჩა 16 ივლისი, 15 აგვისტო და 17 აგვისტო. ანდრიას ფინალური ფრაზა: ახლა უკვე მეც ვიცი. ანდრიამ იცის თვე. მას რომ ხელში აგვისტო ჰქონოდა, მაინც დაიბნეოდა, რადგან აგვისტოში ორი ვარიანტი დარჩა, 15 და 17. რადგან მან ზუსტად თქვა ვიციო, ეს ნიშნავს, რომ მას ხელში უჭირავს თვე, სადაც მხოლოდ ერთი ვარიანტია დარჩენილი. ეს თვე არის ივლისი. გამოდის, რომ 16 ივლისი არის თამარის დაბადების დღე.